პარლამენტში დღეს კენჭსუყრიან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას პროცედურის მიხედვით ამის შემდეგ უკვე საპროცედურო კომიტეტი დაადგენს კომისიის შემადგენლობის განსაზღვრულ კვოტებს, რომელსაც ფრაქციები წარმოადგენენ. საგამოძიებო კომისიაში ორი ფრაქცია იქნება: ქართული ოცნება და ხალხის ძალა. დროებითი საგამოძიებო კომისია 2013-2012 წლებში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულებს შეისწავლის და საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვეში შეფასების დოკუმენტს მოამზადებს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. დამნაშავე ხელისუფლებამ ვის დანაშაულზე უნდა ისაუბროს, ხო? 12 წელია მთავარ დანაშაულს, რასაც ჩადის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვისთვის საქმიანობა, ხო? ივანიშვილი თავის ხელისუფლებით არის დამნაშავე და მან რომელ კომისიაზე ან საგამოძიებო კომისიაზე უნდა ისაუბროს, ან თუნდაც შექმნიან რამე საგამოძიებო კომისიას, შეგვიძლია მიუთითოთ მაგალითად კონკრეტული პარლამენტის წევრები, ვინც შეიყვანონ ამ კომისიაში, რომლებიც ფაქტობრივად ყველა მთავრობა მოვლილი პარლამენტის წევრები, მათ შორის წინა ხელისუფლების ყოფილი პარლამენტის წევრები, რა ვიცი, ეს არის აბსურდი. ნაციონალურ მოძრაობას რომ აქვს ჩადენილი დანაშაულები, ეს ქართველმა ხალხმა იცის ყველაზე კარგად. და თუ ამ ქვეყანაში ჩატარდება სამართლიანი თავისუფალი არჩევნები, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი დანაშაულების გამო სწორედ ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს. რაც შეეხება სამართლებრივ დანაშაულებს, ამისთვის შეგახსენებთ, რომ საჭიროა პირველ რიგში სამართლიანი სასამართლო, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად იქნება და როცა იქნება, მაშინ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სხვა დანარჩენი რაც შეეხება თავად კომისიის მუშაობას, მე უბრალოდ არ ვიცი რა და ვინ უნდა გამოიძიონ, იმიტომ რომ დღევანდელი ოცნება ეს არის განაცებული ოცნება. ავაყენეთ საზოგადოების ის მოთხოვნა, რომელიც არაერთგზის იყო სისტემატიურად გაჟღერებული 2012 წლიდან დღემდე, მოხდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების, სისტემური დანაშაულების გამოძიება, საგნებს დაერქვას თავის სახელი და კიდევ ერთხელ საჯაროდ საზოგადოებას ეცნობს თუ რა ბუროტებასთან ქონდა საქმე ჩვენს ქვეყანას სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი, როდესაც ის დადგენილებით მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის შექმნის შესახებ, შემდგომ უკვე ბიურომ და საკითხი გადმოინაცვლოს ჩვენს კომიტეტში, მოხდება პარიტეტის დადგენა, მოგეხსენებათ ოპოზიცია ოპოზიციასთან მიმართებით, იქნება განაწილებული კონკრეტული რაოდენობა ამ კომისიის წევრების, იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, შემდგომ უკვე კომისია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებს მუშაობას.